Ყველას გუშინ დონალდ ტრამპი საანგარიშებო სიტყვით წარდგა კონგრესის ორივე პალატის წინაშე და რა შეიძლება ითქვას ამ ყველაფერთან დაკავშირებით გავუყვეთ ნაბიჯ როგორც ჩვეულებრივ. რა შეიძლება ითქვას პირველ ჯერზე. ვინც პლუს მინუს ჩემი თაობა ბრძანდებით, ალბათ კარგად გახსოვთ საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის ყრილობები, სადაც ბატონი ბრეჟნევი გამოდიოდა, უბრალოდ ამხანაგი ბრეჟნევი გამოდიოდა ხოლმე სიტყვით და ყოველი წინადადების ბოლოს ქუხარე ტაშით მთელი დარბაზი დგებოდა ფეხზე და მას ესალმებოდა, ასე ვთქვათ. რაღაც მსგავსი ალუზიები იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ბუნებრივია ეს ხუმრობით, იმიტომ რომ ვინც თვალსაჩინოს ამერიკის პოლიტიკას, მათ კარგად უწყიან, რომ ეს არის ჩვეულებრივი სტილი პრეზიდენტის გამოსვლისა კონგრესში, ორივე პალატის წინაშე და აქ არაფერი განსაკუთრებული არ იყო. უბრალოდ სახუმაროთ და ვინც ახლა პირველად ადევნით თვალყური ამ ყველაფერს, ალბათ ნახეთ, რომ მართლაც საოცარი სანახავი იყო. რა შეიძლება ითქვას? პირველი, რომ დონალდ ტრამპი, რაც არაერთხელ მithქვამს, დონალდ ტრამპი მართლაც აშრობს ვაშინგტონის ჯაობს, აშრობს იმდენად, რომ ფაქტობრივად უკან დასახევ გზას არ იტოვებს და რას გულისხმობს ეს ყველაფერი. გადასული არის შეტევაზე, სრულ შეტევაზე. პირველი თემები, რაც წამოწია მან, ეს იყო ზოგადი თემები, იქ იყო ემოციური ნაწილი, გამოიყვანა გმირები, მაგალითად აფროამერიკელი ოჯახის 13 წლის ბავშვი, რომელსაც რაღაც პრობლემები აქვს, თავისი მსივნე აქვს და მას თურმე სურს რომ იყოს პოლიციელი, შერიფი და საპატიოდ გადასცეს დამადასტურებელი მოწმობა. ასევე გაიხსენა იმ მეხანძრის ისტორია, რომელიც დაიღუპა, გარდაიცვალა მასზე თავდასხმის დროს, იყო მოწვეული მისი მეუღლე. ასევე პირდაპირ და ირიბათაც დაარტყა ტრანსგენდერულ მოძრაობას და აღნიშნა თუ რამხელა პრობლემები მოაქვს, როცა მამაკაცები გამოდიან ქალთა სახეობებში, სხვადასხვა სპორტის სახეობებში, ოღონდ ქალთა სექციებში და სხვერპლიც კი გამოიყვანა რაღაც ახალგაზრდა გოგო, რომელიც დაზიანდა თურმე ფრენბურთის თამაშის დროს მას მოხვდა მამაკაცის მიერ, რომელიც იწოდებოდა იმ შემთხვევაში, იმ მომენტში ქალად, მის მიერ დარტყმული ბურთი და ფაქტობრივად ისე დააზიანა, რომ იგი დაემშვიდობა სპორტს, დიდ სპორტს და მრავალი ამდაგვარი იყო, თითქმის 2 საათიანი გამოსვლა იყო და ემოციურ ნაწილს ეჭირა ალბათ 2/3 ამ გამოსვლისა. მეორე ნახევარში უკვე უფრო თვისობრივად გადავიდა, დიდი დრო დაუთმო, არანორმალურად დიდი დრო დაუთმო ილონ მასკის მიერ გამოძიებულ საქმეებს, კერძოდ ისევ და ისევ USAID-ს გამოიტანა სააშკაროზე ამ ორგანიზაციის საქმენი საგმირონია და იმხელა სია არის, რომ ეს ბოლომდე არ წაუკითხავს, მაგრამ რაც თქვა, ჯერ მარტო ამ თანხების გაცემაში ალბათ მართლაც ამერიკის ბიუჯეტი დაიხარჯებოდა და გამომდინარე იქიდან წინა ვიდეოში თქვი, რომ როცა სახელმწიფოს მსგავსი ხარჯები აქვს, თუნდაც ისეთ გიგანტურ და დიდ სახელმწიფოს, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ამ ხარჯების დაფარვა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ემისიით. სხვაგვარად ამ თანხებს უბრალოდ ვერ გაასწორებს და ვერცერთი სახელმწიფო, მით უმეტეს ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები. იქ ახსენა პანამა, მარკო რუბიოს ვალდებულება და პასუხისგებლობა ბუნებრივია. ხუმრობით მიმართა, რომ რახან მარკო რუბიოს აბარია ეს საქმე, პრინციპში უკვე გვეცოდინება თუ ვის უნდა მოთხოვოთ პასუხიო. ეს ისე ხუმრობით. სხვათა შორის ძალიან ბევრი იხუმრა მარჯვნივ მჯდომ დემოკრატებს კარგა გვარიანად დაცინა. პრეზიდენტ ბაიდენი მოიხსენია რბილად და მოკლედ ესე იგი თავის სტიქიაში იყო, სტილი დაცული ქონდა და
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მე მინდა გამოვყო მოკლედ აი ამ დიდი სპიჩიდან ის რომ ესე იგი კურსი არ შეცვლილა უტევს ბოლომდე და უნდა რომ დედამიწის მარჯვენა ნახევარ სფეროში ფაქტობრივად დაამკვიდროს თავისი ჰეგემონია. იგი ალბათ შეგნებულად ტოვებს ევროპას. ლაპარაკი აღარ არის აფრიკაზე და დაუშვათ სამხრეთ კონტინენტებზე ისეთებს როგორც ავსტრალია და ასე შემდეგ. ტოვებს იმიტომ კი არა უბრალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს აღარ სურთ და უბრალოდ ესეთი გადაწყვეტილება მიიღო ტრამპმა. არა, უბრალოდ იცის რომ რესურსები აღარ არის საკმარისი, ანუ რესურსები ულევი აღარ არის. მით უმეტეს ირღვევა ეს ერთპოლუსიანი სამყარო და მან ყველაზე კარგად იცის რომ ჩინეთი არის მზარდი 2030-ისთვის სერიოზული მეტოქე ეყოლება პოლიტიკურ ბაზარზე. აქვე არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში რიგი პრობლემები შეექმნა სანქციების გამო, მაგრამ საუცხოოდ გაწვრთნა არმია და ფაქტობრივად სისხლისა და მეომრების სიცოცხლის ხარჯზე გამოაწვრთო ეს არმია. ფეხზე დააყენა სამხედრო სამრეწველო სისტემა, თვითონ მარაგდება, აღჭურვა და ტყვია წამალიც. თავიდან ალბათ გახსოვთ, რომ ირანიდან დაჭირდა დრონების მიღება, იქ ჩრდილოეთ კორეიდან ჭურვები წამოიღო, ეხლა ფაქტობრივად დიდი მარაგი უკვე ჯერ ერთი აქ და მეორეს ერთი უკვე თავად აწარმოებს ამას ყველაფერს. ყველაზე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა, როგორც გითხარით, მეორე ნაწილში ეს იყო ეკონომიკა. ნათელია უკვე, რომ ტრამპი ჰეგემონიას განაგძობს არა ძალის არა იარაღის მეთოდი და არა ძალის მეთოდით. ეს არის ეკონომიკა და კიდევ ერთხელ ეკონომიკა და მაგალითად სანამ ეს კონგრესში გამოსვლა იქნებოდა, წინა საღამოს მას ჰქონდა პრესკონფერენცია და რამდენიმე პირთან ერთად კონკრეტულად მრეწველობის მინისტრი იყო გვერდზე, იყო ცნობილი დევიდ საქსი, PayPal-ის სამეულთრო მეძახიან, ანუ პიტერ ტილი, დევიდ საქსი და თვითონ ილონ მასკი, ეს ერთი კონგლომერატია, ეგრეთ წოდებული ციფრული სამყაროს მამები და ასევე იყო ტაივანის მოქალაქე, რომელიც თურმე ყოფილა აი ამ ჩიპური ინდუსტრიის მფლობელი და აი ესე უცებ სახელდახელოდ მოაწყო ეს პრესკონფერენცია, ბუნებრივია ამას წინ უძღოდა დიდი სამუშაო და განაცხადა, რომ ზუსტად აი ამ მიკროჩიპების ნახევრად გამტარების დიდი წარმოება შენდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს არის ფაქტობრივად ამერიკის ეკონომიკის და ხელოვნური ინტელექტის პრობლემის თითქმის გადაჭრა, ანუ თითქმის სრულად გადაჭრა. ეს ბუნებრივია დიდი ამბავია, დიდი საქმეა და სპეციალურად ეს პიროვნებაც ასაუბრა, შემდეგ თავის აზრი გამოთქვა დევიდ საქსმა და იქვე პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შეეკითხა, რომ რა ხდება ავტოწარმოებლებთან დაკავშირებით და იგაისმა ესეთი ინფორმაცია, რომ კომპანია Honda, ყველასთვის ცნობილი, ყველაზე დიდ ქარხანას აშენებს შტატ ინდიანაში. ყველაზე დიდი ფინანსური დაბანდებით. ანუ სოფლიოში ყველაზე დიდი ქარხანა იქნება Honda-ს ინდიანში. ანუ ფაქტობრივად ამ სატარიფო პოლიტიკამ თავის პირველი შედეგები გამოიღო. ესე იგი, ტაივანიდან ინდუსტრიული ნაწილი გადმოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს ჩიპები, ნახევარგამტარები დამზადება ამერიკაში, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციამ 4 წელი მოვანდომა და ვერაფერი ვერ შექმნა, მით უმეტეს კამალა ჰარის ჰქონდა ეს ნაწილობრივ ჩაბარებული და კამალა ჰარისი ის მაგნესიც იყო უკვე ყველამ გავიგეთ. და ავტომწარმოებელიც კი შემოიყვანა. ანუ წარმოიდგინეთ, Honda-ს ურჩევნია ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ შტატ ინდიანაში ააშენოს ეს ქარხანა, იმიტომ რომ ბევრად ნაკლები დაუჯდება საბოლოო ჯამში, ვიდრე დაუშვათ რაღაც ამერიკის გარეთ ნაწარმოები, ავტომობილები შემოიყვანოს და შემდეგ აქ გაყიდოს. ეს უდიდესი გამარჯვებაა.
აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ ესე იგი მექსიკასთან და კანადასთან იმ ერთვიანი პაუზის შემდეგ მაინც დააწესა სანქციები და ამას მოყვება ახლა არაერთგვაროვანი რეაქცია, ალბათ საპასუხო რეაქციები წამოვა და მაგრამ ეს გაამართლა რითი, რომ ჯერ ეს ერთი როგორც ერთ-ერთი ჩემ წინა ვიდეოში თქვი, ეს არის ნარკოტიკების უკონტროლო ტრაფიკი, ანუ ფენტამინი და კოკაინი, როგორც კანადიდან, ასევე მექსიკიდან და ასევე სხვა სამშენებლო თუ საავტომობილო დეტალები, რომელიც მზადდება კანადაში და მექსიკაში, შემდეგ შემოდის ან ნაწილობრივ ამთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებში და დავუშვათ რომელიღაცა ქარხნებში კომპლექტდება იგივე ავტომობილი ან რამე სხვა პროდუქტი. გამომდინარე აქედან ის მოუწოდებს ყველას, რომ გადმოიტანეთ საწარმოები ამერიკის შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე, აქ აწარმოით, დააბანდეთ თქვენი ფული და ნახავთ ბევრად მეტ სარგებელს, ვიდრე განახორციელოთ ამერიკის ტერიტორიაზე თქვენი პროდუქტის ექსპორტი. შედეგი მიღწეულია, ალბათ უფრო დიდ შედეგებს მიაღწევს, თუმცა აქვე როგორც ეკონომისტები ამბობენ და თვითონ ტრამპმაც არ დამალა, რომ პირველ ეტაპზე პირველი 6 თვიდან 1 წლამდე იქნება ფასთა ზრდა. გამომდინარე იქიდან, რომ ფასნამატი დაედება ეს 25% საბოლოო ჯამში, რაზეც დაედება პროდუქტზე, ის აისახება მომხმარებელზე. იქ იყო, ესე იგი, კანადიდან იყო ნიკელის იმპორტზე პრობლემები, რომელზეც ბუნებრივია გაიზრდება ფასები და ზუსტად აქედან გამომდინარე, იმიტომაც ცდილობს, რომ უკრაინის ეს საჭირო საბადოები, ძვირფასწიაღისეული საბადოები დაიპატრონოს, რომ კომპენსაცია მოახდინოს როგორც კანადიდან დაუშვათ ამა თუ იმ მინერალისა, ასევე მექსიკიდან და სხვა ქვეყნიდან, იგივე ჩინეთიდან, რომ მოახდინოს აი ამ დეფიციტის კომპენსირება. მოკლედ აკეთებს ყველაფერს გეგმაზომიერად, დიდი ტემპებით და საკმაოდ ძლავრი გუნდი ყავს, განსხვავებით 2016 წლიდან, მე არაერთხელ მithქვამს. და ალბათ ხუმრობენ კიდეც პოლიტიკოსები, რომ ფაქტობრივად რევერსის პოზიცია მის ავტომობილს აღარ აქვს, ანუ უკანასვლა აღარ იქნება. თავის 20 წელიწადს სრულად ვადის ამოწურვამდე ბოლომდე გამოიყენებს და ბოლომდე მიაღწევს თავის შედეგებს. ბუნებრივია გეოპოლიტიკაზეც ისაუბრა და თავარი გეოპოლიტიკური გამარჯვებად მიიჩნია, რომ ესე იგი მექსიკის ყურეს დაერქვა ამერიკის ყურე, პანამის არხზე ფაქტობრივად განახორციელა უკვე მართვა მარკო რუბიოს დამსახურებით ბუნებრივია და კვლავ დაუბრუნდა გრენლანდიას მიმართა კიდეც და აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით ადრე თუ გვიან, ყოველ შემთხვევაში მისი აი ამ მეორე კადენციის პერიოდში გრენლანდია, როგორც თვითონ ამბობს და როგორც მრავალი ექსპერტი ამბობს, გადმოვა ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილებაში. და უფრო მძიმე თემა იქნება კანადა, იმიტომ კანადა არაერთგვაროვანია. იქ მაგალითად ონტარიოს პრემიერ-მინისტრი არსებობს ეგეთი, გარდა გლობალურად კანადის პრემიერ-მინისტრის აიქ ოლქებია და ოლქებს თავის მინისტრთა კაბინეტი ყავს და თავის პრემიერ-მინისტრი. ბუნებრივია იქიდან იქნება გარკვეული სახის ობსტრუქცია, მაგრამ დაძლევს, ყველა ვარიანტში დაძლევს, იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი ომახიანად, თავდაჯერებულად და გაწერილი გეგმით მოქმედებს. და ამის დასტური ის იყო, რომ ამ გამოსვლის შემდეგ ლიბერალურმა სატელევიზიო არხებმაც კი თქვეს, რომ დაუშვათ საზოგადოების ხარდაჭერა რო არ შემიშალოს 75%-ის ფარგლებში, ანუ ეს მარტო Fox-ის კი არა, სხვა ლიბერალური ტელევიზიების მაგალითად CNN, ABC, SNBC და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან დიდი წარმატება ტრამპის. და ეხლა ჩემი აზრი და ამის რეზუმე, მე რას ვხედავ აი ამ ყველაფრის მიმართ, თორე ეხლა ეს უკვე ესეთი სიახლეს აღარ წარმოადგენს. მე უბრალოდ ძირითადი თეზები გამოვყავე. ეს იმას ნიშნავს, როგორც არაერთხელ მithქვამს, დემოკრატიული პარტიის, ანუ ეგრეთ წოდებული მემარცხენე ლიბერალიზმის დამარცხებას და როგორც ჩანს, დემოკრატებმა თავიანთი დიდი კაპიტალი, ალბათ
ისეთი სუყე ნაწილი გაიტანეს ევროპაში. და ბუნებრივია ეს თანხა მოხმარდება ისევ რევანშისტულ მოძრაობას ამერიკის შეერთებული შტატების საწინააღმდეგოდ, კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაციის საწინააღმდეგოდ და პლუს ამისა დასავლეთ ევროპაშიც დაიხარჯება ეს ფული, რომ აუღდნენ რუსეთის ექსპანსიას. და აქვე უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ ალბათ ჩდება კითხვა, მე მაგალითად თავიდან მაინტერესებდა და მე რო ჩავეძიე პლუს მინუს მივხვდი ეს რა თანხებზეა საუბარი, ეს USAID და ასე შემდეგ ორგანიზაციები ეს გასაგებია, მაგრამ არის დაგროვილი დიდძალი შავი ფული, ანუ აურიცხავი ფული. და როგორც რესპუბლიკელები ვარაუდობენ, იქ მაგალითად კონგრესში გამოსვლისას კეშ პატელს მოუწოდა, რომ გამოძიებები ის კეისები, რაც დაძრულია, დაამთავროს და აქ ირიბად მიანიშნებენ, რომ დაუშვათ ეს უკონტროლო ტრაფიკი ნარკოტიკების ამ 4 წლის განმავლობაში, რაც ხდებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ზუსტად ანუ ესე ვთქვათ სლენგს გამოვიყენებ, იკრიშებოდა დემოკრატიული პარტიის მხრიდან და ეს თანხები ზუსტად აქედან რეალიზებული თანხები ნარკოტიკებს გულისხმობ, სადღაც აკუმულირდებოდა და მე ხმარდებოდა იმას, რაზეც უკვე მთელი მსოფლიო საუბრობს, ანუ პარტიის გლობალურ პოლიტიკას. ზუსტად ეს ის ფულია, ეს ბუნებრივია ჩემი ვარაუდია და მარტო ჩემი არა, ამაზე უკვე ექსპერტები ლაპარაკობენ, ანალიტიკოსები, რომელიც გასულია დასავლეთ ევროპაში. რის ხარჯზეც, რაც მე წინა ვიდეოში ვთქვი, დასავლეთ ევროპის ლიდერები ამ თანხებს გამოიყენებენ და გამოიყენებენ ყველა მიმართულებით. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის ამერიკაში რევაშის მოსაწყობად, იმიტომ რომ თუ 4 წელში არ გამოვიდა, იციან რომ 4 წლის მერე იქნება არჩევნები და იმ არჩევნებისთვის მომეზადებია, მაგრამ ამის ნოყიერი ნიადაგი რახან უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპმა ფაქტობრივად გამოაცალა და ეს კონგრესზე წარმოთქმული სიტყვის მერე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, გასაგებია ეს ფული სადაც წავიდა, ეს ფული წავიდა ევროპაში. ეს არის ჩემი რეზუმე, ანუ კურსი არის ურყევი, ტრამპი როგორც ესეთი ამოქმედებული კანკარა უკვე აღარ ჩერდება, მის გაჩერებას ალბათ მორიგი ტერორისტული აქტი თუ შეაჩერებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ 4 წელიწადში თავის დასახულ მიზნებს მიაღწიოს. მოკლედ, სულ ეს არის, რაც მინდოდა დღეს მეთქვა და პოსტსკრიპტუმად ვიტყვი. ბერმა ჩემმა თანამემამულემ სოციალურ ქსელებში მარკ რუბიოს დანახვის შემდეგ თავისა ეს შუბზე გამოხატული ჯვარი ქილიკად აიგდო. მე მარკ რუბიოს კი არ ვიცი და მისი ადვოკატი არა ვარ, მაგრამ ისე ინფორმაციისთვის ნამდვილი კათოლიკები მორწმუნენ მე პროტესტანტებზე და ანგლიკანურ ეკლესიის მრევლზე არ გეუბნებით, აი ნამდვილი კათოლიკები ვინც არიან, ეს ისეთივე ზუსტად მათთვისაც დაიწყო დიდი მარხვა და შეგახსენეთ ბარემ აქვე, რომ ჩვენი და მართლმადიდებლებისა და კათოლიკების აღდგომა ერთ დღეს ემთხვევა და უბრალოდ ეს ჩვეულებრივი ქრისტიანული რიტუალია კათოლიკური და როგორც ჩვენთან არის ზეთისწყება, როცა მაგალითად შუბზე ფუნჯით ზეთს გვაცხებენ და მე ის დღის განმავლობაში სხვადასხვა რაკურსიდან ხო გვეტყობა ხოლმე, ხო და იმას ხო არავინ არ ვიშორებთ, არც სველი სალფეტკიდან პირსახოცით არამედ ეს ჩვენი იმიტომ დავდივართ იმ ეკლესიაში და იმიტომ გავდივართ ამ რიტუალს, რომ ამის გწვანს და ეს უნდა ვატაროთ და ზუსტად ამ მიზნით არის ეს ყველაფერი, უბრალოდ ის არის ეკლესიის ნახშირი და ეს არაფერი დასაცინი არ იყო. ეს ზოგიერთ შეიძლება გაუნათლებლობით მოვიდა, ზოგიერთთვის რაღაცა ესეთი ფსევდოსარკაზმით და ერთი კი მიკვირს რა, როცა კონტრადმირალის თანამდებობაზე ტრანსგენდერი მამაკაცი რო ყავდათ, ჯანდაცვის მინისტრის მომადგენელი, რომელიც სიგიჟეებს აკეთებდა 4 წლის განმავლობაში, ის სამწუხაროდ არავის არ გაუქილიკებია და აი ეს შუბზე გამოსახული ჯვარი მასყრად აიგდეს. ეს ისე პოსტსკრიპტუმად. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ და შემდეგი ვიდეო იქნება უკვე ევროპის ლიდერებზე და იქ მაკრონი აქტიურობს და
შეიძლება განცხადება გააკეთოს და მაკრონის განცხადებასთან დაკავშირებით ასევე ჩემ აზრს მოგახსენებთ. დიდი მადლობა რომ მისმინეთ, კარგად ბრძანდებოდეთ.